საინტერესო საუბრები და პრაქტიკები, უნიკალური გამოცდილებები, ძიება და აღმოჩენები. მზად ხარ შეხვდე საკუთარ თავს? ესაუბრე მეს. ქალების რადიოს ეთერში. საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით ყველას, ქალების რადიოს მსმენელებს FM-ზე 93-სა და 1-ზე. მიხარია რომ გვისმენთ, ყველას სასიამოვნო საღამოს გისურვებთ, ბედნიერს, არომატულს. ვინც Facebook-ზე გვადევნებთ თვალს, მოგესალმებით, რა თქმა უნდა ყველას, ვისთვისაც ახალია, რა თქმა უნდა შეგახსენებთ, რომ ქალების რადიოს სოციალურ ქსელებში შეგეძლიათ გვემეგობროთ და Facebook-ზე ადევნოთ ყოველთვის ჩვენს პირდაპირ ეთერს თვალი და ასევე თუ მოსახერხებელია შეგიძლიათ FMG-ზე, სადაც არ უნდა იყოთ, აი ამ პლატფორმიდან გვისმინოთ და დღეს ძალიან საინტერესო თემა გვაქვს, რომლის გაშლაშიც ჩემი სტუმარი დაგვეხმარება, ძალიან მოკლე შესავლით შემოვიფარგლები, მაგრამ ალბათ ეს თემა რაღაცა ყველას შეეხება, ქალსაც, კაცსაც, იმიტომ რომ დაუკვირდეთ ჩვენ აი ძალიან ხშირად იმაზე მეტს ნიშნავს, ასე ვთქვათ, და იმაზე მეტ ინფორმაციას ატარებს, ესა თუ ის არომატი თუ სურნელი, ვიდრე ეს რაღაცა კონკრეტულ ბოთლში ჩასხმული სითხეა, ვთქვათ, ამა თუ იმ ბრენდის, ხო? გაცილებით უფრო მეტი ინფორმაციის შემცველია, აი არ დაკვირვები ხართ, რომ რაღაც კონკრეტულის, იქნება ეს შეიძლება ხილის სუნი იყოს, შეიძლება რაღაცა კონკრეტული ყვავილის სურნელი იყოს, ან რაღაცა სახლის სუნი, ხო? აი ყველა სახლში რაღაცა თავისი დამახასიათებელი, რაღაცა ავთენტური სურნელი ტრიალებს, რომელიც შეიძლება ისტორიის, რაღაცა იმ ოჯახის ურთიერთობებს და ძალიან ბევრ რაღაცას აერთიანებდეს, მოკლედ და ძალიან ხშირად ამიტომაც არის, რომ რაღაც კონკრეტული სუნები ჩვენ ხშირად გვახსენებს რაღაცა ნოსტალგიურს, რაღაცა ბავშვობასთან და შეიძლება, ხო? და ჩვენ დღეს აი ზუსტად ამ კუთხით ვისაუბრებთ. ეს არ იქნება, ვთქვათ, რაღაც ეს პარფიუმერული კუთხით ამ თემის გაშლა. უფრო დავაკვირდებით, ვთქვათ, ფსიქოლოგიურად რა პროცესი ხდება, რა გზას გადის ეს სურნელი, მანამ სანამ ჩვენზე ასეთ მძაფრ ზემოქმედებას და ზეგავლენას იქონიებს. ერთი სულით ველოდები აი ამ თემას რა რაკურსით და პერსპექტივით დაგვანახებს ჩვენი დღევანდელი სტუმარი ირინა ტაბუციძე, რომელიც ქალების რადიოს გამარჯობა, მოგესალმებით, საღამო მშვიდობისა. ირინა ფსიქოლოგი არის, თუმცა ბევრი მიმართულებით მუშაობს და ამჯერად მე წავაწყდი სოციალურ ქსელში კიდევ ერთ ასე ვთქვათ მიმართულებას, რომელზეც ახლა მუშაობთ თუ უფრო ვთქვათ ფართო აუდიტორიასთან ვცდილობთ, ხო? ხო, აი რაღაც თავი მოუყარე, გაფანტულ ცოდნებს, მოდი ასე დავარქვა და უფრო ერთი ფორმა მივეც. ეს არის ჩემი პროფესიული ჰობი, ასე კი ბატონო, რომელიც შეიძლება მოვაქციოთ რაღაცა ესეთი სათაურის ქვეშ არომატების ფსიქოლოგია და ალბათ აქვე შემოდის არომათერაპიის რაღაცა ელემენტები, ხო? ძალიან ბევრი კომპონენტია თავისთავად, ხო? და ალბათ ამაზე დაფიქრებას, კვლევას და ძიებას კიდევ უფრო უძველეს დროშიც მივყავართ, იმიტომ რომ ვიცით რომ ეს ტრადიციები ეგვიპტიდან იყო თუ ასე შემდეგ, ეს გაგება რაღაცა სახეცვლილი ფორმით, რა თქმა უნდა, მაშინ და სხვა ინგრედიენტებით და სხვა შეფუთვით და სხვა ასე ვთქვათ მასშტაბებით, მაგრამ ეს ძალიან ესეთ ადრეული ხანიდან და ეპოქიდან იწყება, ხო? მოდით გავყვეთ რაღაცნაირად ამ პროცესს. როგორ უნდა დავიწყოთ, როგორ აღვიქვამთ საერთოდ სუნს და რა ხდება ჩვენს თავს. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით ახლა თითქოს ბევრი შრომები იყო, აი საბოლოოდ როგორ აღვიქვამთ სუნს, ამ მექანიზმის დადგენა სულ რამდენიმე წლის წინ მოხერხდა, ლინდა ბაკის შრომებია უზარმაზარი, ნობელი მიიღო ქალმა ამ კვლევებისთვის, როდესაც გაიგეს ზუსტად რა მექანიზმი მუშაობს, როდესაც ჩვენ სუნს აღვიქვამთ. ნუ მანამდე ცნობილი იყო, რომ თქვათ, აი რაღაც ნივთიერებიდან ან პროდუქტიდან, რასაც სუნი აქვს, ხდება ამ სუნის აორთქლება მოლეკულების სახით და ჩვენი მცხურის რეცეპტორები ამ საერთოდ მოლეკულებს იჭერს, გარკვეულ ინტერპრეტაციას უკეთებს, ტვინსაც აწვდის და ჩვენ მას სახელს ვარქმევთ. ძალიან საინტერესოა, რომ არც ერთ ენაში პრაქტიკულად სუნის აღნიშნული სახელები არ აგვაქვს.
ჩვენ ვამბობთ მაგალითად ვაშლის სუნი, შეიძლება თქვა ყავის სუნი, რაღაც რძის სუნი, მაგრამ ცალკე სუნებს სახელებს არ ვარქვევთ. როგორც მაგალითად ფერებში გვაქვს ხო წითელი, ყვითელი და მეტნაკლებად გასაგებია რაზე ვლაპარაკობთ. სუნში ერთიანდება. ენაში არა გვაქვს ეს. ნუ რაც კიდე ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ სუნის აღქმა ძალიან სუბიექტურია და მე როგორ აღვიქვამ სუნს შეიძლება საერთოდ არ ემთხვეოდეს თქვენს აღქმას და საერთოდ სხვადასხვა დამოკიდებულება ქონდეს ერთ და იგივე სუნის მიმართ. ეს ერთი. ბატონო, ვიღაცისთვის შეიძლება რაღაც სურნელი იყოს ზედმეტად ტკბილი, ვიღაცისთვის უსიამოვნო, ვიღაცისთვის მით უმეტეს. აი მინდა ბაკიშრომებში იყოს ზუსტად, როდესაც აღმოაჩინოს, რომ თურმე გვაქვს ათასობით გენი, უამრავი გენი, რომელიც განაპირობებს ზუსტად აი ამ ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ გავსუნავთ თქვათ რაღაცას, ხო? ეს ჩვენი გენები ათასნაირ კომბინაციას ქმნის. ეს დაახლოებით გავს აი მუსიკაში ცალ-ცალკე ნოტები ვიცით, მაგალითად სხვა akordების მიღება შეგვიძლია. ამიტომ სხვადასხვა კომბინაციებით, ხო? იგივე ხდება დაახლოებით ჩვენს ცხვირში და ტვინში, ასე ვთქვათ და ამიტომ შეიძლება დღეს მოწონებული სუნი ხვალ საერთოდ გაუგებარი იყოს ჩვენთვის. აი ხშირია სუნამოსთან დაკავშირებით ეს განცდა, რომ რაღაცაზე შეიძლება გიждდებოდე ძალიან მოგწონდეს და მე ვერ გაეკარო საერთოდ და გაგიკვირდეს კიდევაც რა მომაწონა და რატო გამოვიყენე. მოკლედ, ამ კვლევებმა მერე ძალიან დიდი რეზონანსი პოვა, აი მაგალითად იგივე COVID-19-ის დროს. მერე უკვე კარგად უფრო უკეთესად დაადგინეს და გაარკვიეს, თქვათ, რატო დავკარგეთ სუნი, რატო კარგავთ სუნს, რატო ხდება მისი აღარ აღქმა, მოკლედ ასე შემდეგ. სხვათა შორის ირინა, აი უცებ ჩართვას გავაკეთებ, მაყურებელს შევახსენებ, არ ვიცი თუ გახსოვთ, არის ასეთი ფილმი სხვათა შორის Perfect Sense, ესე ქვია, 2011 წლის ფილმია, სადაც ზუსტად ასეთი რაღაც ხდება, ასეთი სცენარია, რომ რაღაც ეპიდემია მძვინვარებს, ხო, დედამიწაზე და ფილმის პერსონაჟები კარგავენ სურნელის და ევა გრინი თამაშობს თუ არ მეშლება. და სურნელის და გემოს შეგრძნებას კარგავენ და აი რა ქაოსში და ხო რაღაც კონტექსტში აგვიხდა კი ბატონო ეს შემდეგ და რაღაცა ისეთი ხო იცი რა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით სუნის დაკარგვაში ფოთვას იწვევს. იმიტომ რომ ჩვენ სუნით რაღაც გარკვეული საფრთხის შეცნობა შეგვიძლია მაგალითად რა ვიცი ელემენტარულად სადილი დაიწვა, გაზმა გაჟონა და როდესაც სუნი არ არის, ხო, გარკვეული სიგნალია გარემოდან. ხონდა ეს ფოთვას აღძრავს. მე სუნი პირდაპირ მიმულია გემოსთან, ჩვენ გემოსაც ვკარგავთ სუნის დაკარგვასთან ერთად და ვისაც იგივე კოვიდის დროს ეს გადატანილი აქვს, საშინელი შეგრძნებაა. მე მქონდა 3 დღე და ნუ არ ვიცი, ისე გამიჭირდა, არაფერს გემო არ მქონდა. ასე მქონდა რაღაც ბალახის გემო მქონდა, ყველაფერს ყველანაირი საჭმელს. მოკლედ ამ სუნის ამბავს რო თავი დავანებოთ, მოდი ახლა სულთან ფსიქოლოგიური თვალსაზრისით შევხედოთ, როგორ აღვიქვამთ სურნელს და რასთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. მოდი დავიწყოთ რითი. ალბათ აი მაინც ფსიქოლოგიაზე რო ვლაპარაკობთ, პირველი პიონერი უნდა ვახსენოთ ალან ჰირში იყო, რომელიც ნუ განათლებით ფსიქოლოგი იყო, ოღონდ იმ პერიოდში, როდესაც დაიწყო ამ თემებზე მუშაობა, თურმე მუშაობდა მანქანების სახელოსნოში, სადაც გაუჩნდა ასეთი იდეა, რომ აი ნატურალური ტყავის საფარს, რომელიც მანქანაში იყო, ხომ არ დავუმატოთო კიდევ რაღაცა გარკვეული სუნი, რომელიც უფრო სასიამოვნო აღსაქმელს გახდის ამ ტყავის სალონს და შიგდამჯდარი კლიენტი თქვა დიდხანს გაჩერდება და ყიდვის ალბათობა მეტი იქნებაო. ნუ რა თქმა უნდა, ამან გაამართლა და რაღაც სპეციფიკურ სუნებს ამატებდა. დღეისათვის ტყავს უფრო ამატებენ ხოლმე აი თამბაქოს სუნს, კონიაკის სუნს და ეს ცოტა მდიდრულ სუნს იწვევს, აი თითქოს სიმდიდრის და ესეთი პრესტიჟული სუნი ხდება რა. მაგრამ იმ დროისთვის ეს არ იცოდნენ, რა თქმა უნდა. მე ალან ჰირშის კვლევები გაგრძელდა უფრო ღრმად, მაგალითად ჭარბიკვების სიმპტომებზე მუშაობდა სხვადასხვა არომატების საშუალებით, თვლიდა რომ რაღაცა გარკვეული არომატების მიღება, მაგალითად არიჩინის ხშირად შესუნთქვა, ან ყავაზე, ეხლაც ვაყრით ხოლმე, ხო? მოვიდა სურნელი, ხო ახსენეთ. უფრო დანაკლების შეგრძნებას იწვევს, ნაკლებად ქშია. მოკლედ, მაშინ ცოტა შარლატანობა ეგონათ ეს ყველაფერი, მაგრამ ეს კაცი ამას აკეთებდა და ძალიან წარმატებულად ასე დღეისათვის უამრავი წიგნის ავტორია უკვე ამ მიმართულებით და არომატებზე მუშაობს ძალიან ღრმად და ნუ ბევრი კვლევა და ბევრი შრომა აქვს უკვე წარმოდგენილი. მას მერე უკვე თქვათ იგივე არომა მარკეტინგი, რომელიც დღეისათვის ძალიან პოპულარულია და ალბათ სადღაც 10-15 წლის წინ არც არავინ იცოდა. დღეს საქართველოშიც კარგად აქვს ფეხი მოკიდებული. პრაქტიკულად ყველა დიდი ბრენდი, რაც ჩვენთან შემოსულია, ადგილობრივი ქართული ბრენდიც, რო შედიხართ, თავის ბრენდის სუნს ატარებს. დიახ. პირველად ერთ-ერთი ბანკი იყო, ვინც ეს შემოიტანა. დღეისათვის ყველგან არის. ყვების ობიექტებში, მაგალითად, თქვათ იგივე საცხობებში, კაფეებში, ხშირად არის ხელოვნურად გამოყენებული. აი ამ გამომცხვარი ვანილის სუნი, ყავის სუნი, ეს უფრო ინტენსიური იყოს, ხო? ინტენსიური უნდა იყოს ძლიერი, რაც მადას კიდევ უფრო აღძრავს, კიდევ უფრო მეტ ხანს გაჩერებს და რაც არ გინდა, იმასაც კი ყიდულობ. ხო და ვიყენებთ ასევე ძალიან ინტენსიურად დიდ მოლებში, მაგალითად, ნუ თავსოფლიოში ესეა, მალფუჭებად პროდუქტებთან, სადაც მაგალითად მწვანე ლიდებს, ხო? იქ ადვილად დგება ეს
სასიამოვნო სუნი, ამიტომ სასურველია, რომ იქ მეტი იყოს იგივე ბრენდის სუნი. ნუ სულ წერტილებთან მეტად იყენებენ ზუსტად და შემოსასვლელში რომ რაღაცა მიგავს. ეს სუნები როგორც წესი არ არის ძალიან ინტენსიური, თუ ესეთი ხარისხობრივი არის გამოყენებული, როგორც წესი არც იგრძნობა. პირველ ჯერზე შეიძლება იგრძნო, მე რაღაც ხური იმდენად ეჩვევა, რომ ვერ. მაგრამ სადაც არ უნდა იყოს 900-იქითაც ის სუნი თუ სადღაც თქვენის ბრენდი გახსენდებათ ის ადგილი და ის ტერიტორია. და რატო ახლა? დიახ, აბა რატო? საქმე ლიმბურ ნაწილთან ტვინის კიდევ უფრო ღრმად ნეოკორტექსებთან დამოკიდებს. პიროყოფილი ადამიანები როგორც ვიყავით და ვცხოვრობდით რომ სუნით ვარჩევდით, სვანით ვაიდენტიფიცირებდით ერთმანეთს, საყვეებს და ასე შემდეგ, ჯერ კიდევ ისე მუშაობს სუნის საქმე. და ამ ლიმბუს სისტემასთან მიბმა კიდე იმას იწვევს, რომ ემოციებთან არის დაკავშირებული. რაღაცა გარკვეული ემოციის განცდა, რაღაც გარკვეულ სუნს თუ დაემთხვა, ეს ემოცია და სუნი ამას დაღუზვას ვეძახით ხოლმე ფსიქოლოგიაში, თითქოს ერთად დაყვება. აი მაგალითად თქვათ ყავს ვიღაც ახლობელი ადამიანი, ყოველას ყავს თითო ეგეთი, ვინც ერთ და იგივე პარფიუმერიას ხმარობს, ერთ და იგივე სუნამოს. სადაც არ უნდა იყოს სოფლიოს რომელ კუთხეშიც არ უნდა იყოს ის სუნამო თუ შეგიღიტინათ ცოტა მაინც ხოში ის ადამიანი გვახსენდება ის ემოციების დამოკიდებულება ამ ადამიანთან. ამიტომ არის მაგალითად მე მაქვს ხოლმე ჩვევა რომ როდესაც სუნამოს ვყიდულობ კარგ ხასიათზე უნდა ვიყო. იმიტომ რომ იმ ჩემ კარგ ხასიათს მიებას, იმიტომ რომ 1-2 ჯერ მომივიდა ესე გაბრაზებულზე ნაყიდი და ვერ ვიხმარე. იმიტომ რომ როგორც გაბრაზებული სურნელი ადამიანი ან ის მოვლენა ან ის დღე გახსენდება. ხო, ყველაზე ღრმად ცურება სუნი. მე აი ვიზუალურ ხატებზე მეტად ნებისმიერი რეკლამა მუშაობს სუნით, ბევრად უფრო კარგად. ამიტომ არის ამ მიმართულებით ძალიან დიდი აქცენტი მსოფლიოში ბოლო დროს. ვეღარ გავიწყდება ერთი თუ შეძრა იქ სადაც საჭიროა და დაიმახსოვრა ტვინვა ის იგზის და ზის. ბევრად მეტი ხანს ვიდრე აი მაგალითად უკაცრავად გაწყვეტ. არა. ჩვენ აი შვილი ვისაც ყავს ადვილად მიხვდება მილიონში შეგიძლია საკუთარი შვილის სუნი გაარჩიო. ძალიან ადვილია ამის დაჭერა. ჩვენ შეგვიძლია მაგალითად კიდე რა არის, არ მინდა გამორჩეს. ამ ლინდებაკის ეს არის სხვა შორის დამსახურება, რომ აი ეს ათასობით გენი, ვისაც აქვს, ადამიანს ოდესღაც ჰქონდა და ვიყენებდით. დღეისათვის 2/3 აღარ მუშაობს. ცივილიზაციას გადაუხადეთ, როგორც ჩანს ეს ხარკი, რომ ჩვენაც და ვიზუალური ხატებით და სხვა რაღაცებით დავიწყეთ ერთმანეთთან ურთიერთობა და შეცნობა. რაც ოდესღაც დიდი რაოდენობით გვჭირდებოდა. ეს ისედაც ცნობილი იყო, მაგალითად ეთნოფსიქოლოგიაში, რომ ეს პერცეპტული პროცესები ცოტა ჩაცოცდა უკან ცივილიზაციასთან ერთად. ამიტომ ჩვენ რაღაც ნაწილს არ ვიყენებთ, ჩვენ ყველაფერს ვიყენებდეთ კიდე. ხო, ანუ კიდევ უფრო მეტი რესურსი და პოტენციალი აქვს ხო, და არის ეგეთი ვარაუდი, რომ როგორც ოდესღაც ჩვენ პარტნიორებსაც ვირჩევდითო სუნითო, სუნის მიხედვით, ესაც ასე ვარჩევთო. ძალიან ბევრი ავტორს აქვს ეს მიმართულება აღებული და რაღაცა მომწონს ეს ხედვა და გარკვეულწილად ვეთანხმები. ირინა, ის როგორ შეიძლება, ხო, აიხსნას, რომ თქვა აი სხვადასხვა ადამიანს რაღაცა თავისი ჩვენი ინდივიდუალური, რაღაც ჩვენი ავთენტური და არ შველის არაფერი, არაფერი, უბრალოდ სასიამოვნო თუ ეს კარგი ვარიანტია. აი ამ მიმართულების მიმდევრები მაგალითად ასე ხსნიან ამას, რომ ჩვენი სუნი განპირობებულია იმ გენეტიკური მონაცემებით, იმ გენეტიკური თაიგულით, რასაც ვატარებ, ხო, რაც დამყვავ თქვათ ჩემი წინაპრებისაგან. და ამბობენ მოკლედ ეს ამათ ეს აქვთ ვარაუდი, რომ თუ მეორე ადამიანის ასეთივე გენეტიკური თაიგული ჩემთან შესაბამისობაში მოდის და სადღაც ჩემი ტვინი რა თქმა უნდა არაცნობიერ დონეზე ასკვნის, რომ მე გადასარევი და ჯანმრთელი შთამომავლობა მეყოლება, ჩემთვის ის ადამიანი თავისი სუნით ხდება ძალიან სასურველი. ასე ხდება ფსიქოლოგიურად, ესე იგი ესე აღიქვამ, ხო? ხო, ჯანსაღი თაობისთვის არის ეს ყველაფერი, ხო, ძალიან არაცნობიერი პროცესია, ხალხ ამაზე პირად ჩვენ ვერ ვიხვდებით, რა თქმა უნდა. ხო, რომ ირჩევ რაღაცა, აი ამ მონათესავე პარტნიორს, როგორც ჩანს, აი ამ სუნით. ის რაც ჩვენ გვაკლია, რაც იმას აქვს, შეავსებს, კიდევ უფრო გააჯანსაღებს თაობმავლობას და უფრო განვითარდებით, ასე ვთქვათ, იწავა. და ასევე შეიძლება ამის, ასე ვთქვათ, ანტი ვარიანტი იყოს ის, რომ რაღაცა პირიქით უკუ რეაქციას იწვევს, ხო? ალბათ ყველას გვაქვს თითო ესეთი გამოცდილება, რომ თითქოს ადამიანი გადასარევია, ძალიან მოგწონს, შედი დასაწონი არაფერი არ აქვს, შეიძლება ვერ ზიაზრებდე. რა თქმა უნდა ვერია. ხო, ამას ვერ არქმევს სახელს შეიძლება, მაგრამ არ გინდა, აი, ახლოსაც რომ მოდის, უკვე უსიამოვნო განცდას იწვევს, ამას აკეთებს სუნი. სხვათა შორის, თქვენს გვერდზე შემხვდა ასეთი პასაჟი და ბარემ სანამ რეკლამაზე გავალთ და რამდენიმე წამით შევისვენებთ, ამასაც დავაწევ ჩვენს მაყურებელს, იმიტომ რომ რაღაც საინტერესო დაკვირვება იგი სუნი იმდენად სწრაფად მიდის გონებამდე, ესე იგი ტვინი უფრო სწრაფად აღიქვამს სურნელს, ვიდრე ტკივილს.
ხო, აი რა უცნაურია. ხო, ძალიან უცნაური, მაგრამ ძალიან სწრაფი ეფექტი აქვს და ისეთი ღრმაა და მართლა სადღაც ჩაგეჭედება იქ და არაფერი იცვლება. სხვა შორის ყველაზე ბევრ სუნს იცით, რომელიც ცხოველი აღიქვამს? რომელი? სპილო. თავისი საყვარელი და გრძელი ხორცი. ხო, ადრე ეგონათ რომ ეს ვირთხა იყო, მაგრამ ბოლო წლებმა აჩვენა რომ სპილოს უფრო მეტი გენი აქვს, მეტი რეცეპტორი აქვს, ასე ვთქვათ, სუნის ამოცნობისათვის. ირინა, რამდენიმე წამით მოდით შევისვენოთ და რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით, თქვენ ქალების არ ვიცი სურნელი აღმოაჩინოთ ცხოვრებაში შეიძლება მიხვდეთ რატომ აირჩიეთ თავის დროზე პარტნიორად ის ადამიანი რომელიც აირჩიეთ შეიძლება ამ ყველაფერში იყოს სურნელის გარეული მოკლედ და საკმაოდ ისე როგორც ჩანს რჩება ეს ნაკვალევი სურნელის არომატების და ხშირად ძალიან ისეთ მშობლიურს და ბავშვურს და ისეთ ღრმა წარსულში დალექილ რაღაც მოგონებებსაც აღვიძებს. დაგველოდეთ რამდენიმე წამში დაგიბრუნდებით დროებით. გაიგე მეტი შენთვის და შენზე. ესაუბრემეს ქალების რადიოს ეთერში. რეკლამა ქალების რადიოზე. ინოფისის ბიზნეს ცენტრები ურბანიკისგან თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე გთავაზობთ საოფისე ფართებს 20 კვადრატული მეტრიდან 10,000 კვადრატულ მეტრამდე. დაგვიკავშირდით 291 88 88. კვების რჩეული ობიექტები, სამუშაო დასასვენებელი და საბავშვო სივრცეები ყველა ასაკის ადამიანისთვის. იდეალური ადგილი სამეგობრო და საოჯახო შეხვედრებისთვის. ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე შენი სრულყოფილი დასვენებისთვის. მისამართი: ვეკუას 3A. ურბანიკის ახალი პროექტი ურბანიკ მზიური საქართველოს ბანკის პარტნიორობით გთავაზობთ ბინებს ქალაქის ცენტრში, მზიურის პარკის მიმდებარედ, სადაც ირგვლივ ყველა საჭირო ობიექტი და დაწესებულება 5 წუთის სავალზეა. მზიურის პარკი, ჩოგბურთის კორტები, ფიტნეს კლუბი. დაგვიკავშირდით 291 88 88. რეკლამა ქალების რადიოზე. 291 88 88. გაიგე მეტი შენთვის და შენზე. ესაუბრემეს ქალების რადიოს ეთერში. საღამო მშვიდობისა ყველას მოგესალმებით, ვინც გვისმენთ FM 93-სა და 1-ზე. თუ ასე ალბათ იცით რომ ეს ქალების რადიოა. დღეს ოთხშაბათია და ძალიან საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ დღესაც. თუმცა სანამ ამ თემას კიდევ ერთხელ წარვადგენ, მინდა შევახსენო ჩვენს მსმენელს და აუდიტორიას, რომ შეგიძლიათ თუ უფრო მოსახერხებელია ნებისმიერი ადგილიდან FMG-ზე გვისმინოთ ამ ონლაინ პლატფორმაზე, რომელიც კიდევ უფრო მოქნილია. თუ მანქანიდან გადაბრძანდებით და ასე გსურთ რომ ჩვენი დიალოგი ბოლომდე მოისმინოთ და ჩვენი დღევანდელი ეთერი, მაშინ იცოდეთ რომ FMG გაძლევთ ამის საშუალებას და თუ კიდევ უფრო მეტი, ასე ვთქვათ, დარწმუნება გჭირდება ცანდოობისთვის და გინდათ რომ კადრშიც დაგვინახოთ, მაშინ შეგიძლიათ ქალების რადიოს Facebook გვერდზე ადევნოთ თვალი ჩვენს პირდაპირ ეთერს, სადაც დიდი სიამოვნებით წარგიდგენთ კიდევ ერთხელ ჩვენს სტუმარს, ირინა ტაბუციძე გახლავთ ჩვენი დღევანდელი სტუმარი, რომელიც ფსიქოლოგია და სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ალბათ შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ დღეს თემაზე, რომელიც ალბათ ყველა სურნელით, ასე ვთქვათ, რასაც ჩვენი რეცეპტორები აღიქვამს. ძალიან ხშირად ეს სურნელი და არომატი ყველაზე ისეთ მშობლიურ და ბავშვობასთან კავშირში შეიძლება იყოს და გვაბრუნებდეს იქ. აი როგორც ჩვენმა სტუმარმა აღნიშნა, შესაძლოა ქვეცნობიერად ადამიანიც კი აირჩიო, იმიტომ რომ მისი რაღაც ავთენტური და ინდივიდუალური სურნელი და ყველას გვაქვს ეს ჩვენი სურნელი, პარფიუმერიული, ასე ვთქვათ, დანამატების გარეშეც, ყველა ვართ რაღაცა კონკრეტული, ასე ვთქვათ, სურნელის მატარებელი და აი საინტერესო არის როგორ ხდება, რა პროცესს გადის ამ დროს ადამიანი, როგორ მოქმედებს ჩვენს, ასე ვთქვათ, ფსიქიკაზე, ჩვენ რეკლამამდე
მახსენეთ კიდეც ის რომ ტკივილზე უფრო ადრეო და სწრაფად სწორედ სურნელი მიდის ჩვენს ტვინამდე და გონებამდე და ძალიან ისეთ საინტერესო დაკვირვებაა როგორ ძალა აქვს და როგორ სწრაფად და სხარტად მოქმედებს ჩვენზე. კიდე რამდენი რამეა ხო კვლევის საგანი. თქვენ რაღაც ხელდამშვენებული მოხვედით და ეს რა მე წამოვიღე რა თქმა უნდა ბრენდს ასე ვერ ვიტყვით რეკლამისთვის, მაგრამ ნაკლებად ცნობილი სუნამო წამოვიღე, ჩემი ერთ-ერთი ბოლო სიყვარულია. მინდა გაგასინჯო ზუსტად რატო იცი, აი რა ემოცია მოაქვს, რა განწყობა მოაქვს, სუნამო ფასობს და კარგად იყიდება იმის მიხედვით, რამდენი ემოციის გამოწვევა შეუძლია, რამდენი მოგონების აღძვრა შეუძლია. რაც უფრო მრავალფეროვანია, რაც უფრო გადადის ნოტები ერთიდან მეორეში და ბევრ განწყობას ეხება და რეზონირებს თქვათ ჩემს პირად განწყობასთან, მით უფრო მეტია ალბათობა რომ ეს ვიყიდო, ხო? და რაც უფრო დიდია ესეთი დიაპაზონი ამ სურნელის, მით უფრო მეტი მყიდველი ყავს. ეხლა ეს სუნამო არ არის ძალიან ცნობილი, ესეთი ნიშ პარფიუმია და ვიწრო წრისთვის ალბათ. ირინა, თან აქვე დაგაწევთ კითხვას, რომ აი ეს სურნელის აღქმა, აი ესეთი მძაფრია, რა საინტერესო ექსპერიმენტია, რომ საუბარს კიდევ რა შეგრძნებები მოაქვს, მინდა რომ მითხრათ ჩემთვის, ხო მე ვიტყვი რა არის ჩემთვის. ვაიმე ძალიან ყველაფერი რაღაცა სასიამოვნო და კარგი წამოიღო ამ სურნელმა. გაზაფხული, კარგი ამინდი, სიყვარული, ალუბალიო იქიდან. ალუბალი არ არის შიგნით, მაგრამ შეიძლება ეს ახლა იყოს. ახლო მონათესავე არის და აქვე გკითხავთ რა, ყველა ადამიანი ესე მძაფრად რეზონირებს სუნამთან მიმართებაში, ალბათ არა. მოდი ასე ვთქვათ რა, სუნამოს მოყვარულები ალბათ და აი ამ შეგრძნებების მოყვარულები ვართ კინესთეტიკები. აი ეს კინესთეტიკები ვინ არიან? ჩვენ სამყაროს აღვქვამთ სამი ძირითადი არხით. ნუ ოშხოში მე NLP-სტი ვარ, NLP-ის მიმართულების წარმომადგენელი ვარ და მათთან ესეა და კარგად აქვთ ეს ყველაფერი ესეთი ჩამოყალიბებული. ვიზუალური არხით, ხედველობითი არხით, რასაც ვხედავთ და შემოდის ჩვენში, აუდიალური არხით, ანუ სმენით. და კინესთეტიკით, კინესთეტიკაში შედის ყნოსვაც, გემოც და შეხება კანზე. ხო, არიან ადამიანები, აი ამ ჩვენ ვიბადებით, პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანი სამივე არხის ჩვენ ზრდასთან ერთად აღმოჩნდება, რომ რომელიღაც არხი უფრო წამყვანი გვაქვს, უფრო აქტიური გვაქვს და უფრო მეტად კონტაქტობ იმით სამყაროსთან. მაგალითად, აი უცბად რო თქვათ ვიზუალებისთვის, თუნდაც იგივე ამ სტუდიაში ყოფნა. პირველი რაც მოვა აგიხწერს იმ სტუდიას, რა ფერის კედლები იყო ვინგენეშ და გვერდზე, თავიდან ბოლომდე დათვალიერებული არის, ხო, ზოგი თვალით აღიქვამს, ზოგი ხედველობითი ნაწილია, ხო, ლექსებს ადვილად იმახსოვრებენ ეს ადამიანები, ფურცელი შეუძლია გაიხსენოს რომელ გვერდზე რა ეწერა. აუდიალური ნაწილისთვის ცოტანი, ყველაზე ცოტანი არიან აუდიალები. აი ეს მუსიკა სიტყვების მოდიან, რომლისაცაც ეს შეგრძნებები და შეხებები არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. შეცნობა ხდება ამ შეგრძნების სახით. ამ ხალხისთვის მე მგონია, რომ კიდევ უფრო აქტუალურია სუნამოების თემა და კარგი არომატების თემა, იმიტომ რომ მათთვის გადამწყვეტია კომფორტი. სადაც არის, როგორც არის და რასაც სუნავს, კომფორტში უნდა იყოს, აი შინაგანად უნდა გრძნობდეს ამ კომფორტს. თუ ვიზუალისტვის თავარია მაგალითად როგორ გამოიყურება და ეს არის წამყვანი, კინესთეტიკისტვის არა, შიგნიდან რას გრძნობს, ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ნუ იქ ბევრი ფაქტორია ხამდენი დრო არ არის. ამიტომ კინესთეტიკს, ტიპურ კინესთეტიკს ყველაფერი რომ მოუხსნა ეს გამღიზიანებლები ძალიან ცუდად იგრძნობს თავს. კოვიდის დროს კიდევ უფრო მძიმე იყო. სხვა შემთხვევითი არ იყო, აი მაშინაც რომ გამოვიკეტეთ და ადამიანებს ეს შეხება რო არ ქონდათ ამ სენსორულ გამღიზიანებლებთან, რა დაიწყეს? საჭმელების კეთება დაიწყეს სტერილად, იმიტომ რომ აი ამ სუნებთან, ამ შეგრძნებებთან მეტი კონტაქტი ქონოდათ. ხო, ძაღლები იყიდეს, ეფერებოდნენ, ეხუტებოდნენ, იმიტომ რომ ჩვენ არ შეგვიძლია ამ სენსორული გამღიზიანებლების გარეშე. ვერ ვუძლებთ ადამიანები ასე ვართ. და ვისაც კიდე განსაკუთრებით ახლა დაყვა ისეთ სიკეთე, რომ სუნამოებიც უყვარს. ძალიან კარგი, იმიტომ რომ დღეისათვის სოფლიო უზარმაზარ არჩევანს გვთავაზობს. სტატისტიკურად ცნობილია მაგალითად წელიწადში 25 მილიარდი დოლარის სუნამო იყიდება მთელ სოფლიოში და კოვიდის დროსაც კი არ შეცვლილა ეს მაჩვენებელი. არ შეცვლილა, საერთოდ არ შეცვლილა. მაინც იცლიდა, ესე იგი ადამიანი ამისთვის. ეგეც და წითელი პომადა გაიყიდა, კიდე ძალიან ბევრი ეხა ეს თემას არ ეხება.
თემას ეხება, იმიტომ რომ აი ესე იგი ქალების რადიო სტუდიაში წითელი ტუჩსაცხი ყოველთვის მოიპოვება მეგობრებო. ეს სულ აქტუალურია. ხო, რაც შეეხება ახლა სუნამოს, ტრადიციული ნებისმიერი სუნამო ისეთი სამი ნაწილისგან შედგება ეს რაც გასტი გავრცელებულია პირამიდა, ხო? ეს ტოპნოტები, რომელიც ადვილად აქროლდება და პირველი ეფექტია, როდესაც სუნამოს ვსინჯავთ და ამ ბოლო დროს სხვა შესწით მარკეტოლოგები ცოტა ცუდად იქცევიან, იმიტომ რომ ხშირად არის ეს პირველი ეფექტი აქვს სასწაულის სუნამოს და სახში მიიტან და არაფერი აღარ გრჩება. ამიტომ ჯობია ცოტა დააცადო განზე 1-15-20 წუთი რა დარჩება იქიდან. ხო, აი რომ ამბობენ ხოლმე რომ აი ეს ჩემი სურნელი, ხო, ესეთი აღქმაც არსებობს, ხო? ეს სურნელი რომელსაც შენ ვერ გჯნობა, ხო, აი რომ მაგას ამბობთ, აი ეს პირიქით, ანუ რომელსაც შენ ვერ აღიქვამ, შენზე ამბობენ რომ ის არის პირიქით. ნუ ითვლება რაღაცა როგორი ტერმინია, იცი რომ აი რაღაცა ნოტის მიმართ სიყრუე გაქვს თუ რაღაცა პირდაპირ ესე ქვია რა, რომ საერთოდ ვერ აღიქვამ. ვიღაცისთვის მეტად გამაღიზიანებელია, ვიღაცისთვის ნაკლებად. ამიტომ რჩევაც კი რომ აი ეს რაღაცა ძალიან კარგია, ცოტა არასერიოზული ადამიანმა მაინც თვითონ უნდა მოირგოს თავის თავზე. ეხლა ეს უნაო მაგალითად კონკრეტული რაც ჩვენ დავტესტეთ, ხო? არ არის ესეთი ძალიან ცნობილი, არ არის ძალიან გავრცელებული და არ ვიცი, ნუ რაც ვიყიდე იმის მერე ვეღარ ვცილდები, იმიტომ რომ პირდაპირ მიმაჯაჭვა და ჩემთვის არის ქალურობის, აი მთლიანად ქალის მატარებელია ეს სუნი. არ ვიცი ზუსტად რა აკეთებს ამას, ნუ შედევრიც იმიტოა, რომ ამას პარფიუმერი ყავს ისეთი, რომ იზამდა. მაგრამ ქალურობაა ჩემთვის ეს არის. ხო, ისთვის როგორ? ითვლება რომ უნისექსია, ნუ შეიძლება რომ მამაკაცებიც იხმარონ, მაგრამ თუმცა ჩემთვის ძალიან ქალური სუნია. ძალიან ქალურია. და სურნელის ძალაზე როგორ რაც ვთქვათ იკვეთება აი არომათერაპიის კონტექსტში მაგალითად ხო ჩვენ ვიცით რომ ახლა ძალიან ხშირად მედიტაციის დროს იქნება ეს თუ ვთქვათ რაღაცა ისეთი სხვადასხვა პრაქტიკების დროს ერთ-ერთი კომპონენტი ხელშემწყობი ასე ვთქვათ რომ ადამიანი აქ დაახლა აღმოჩნდეს ხო და რაღაცნაირად აი მოწყდეს ყოველდღიურ ვთქვათ საფიქრალს და თავსატეხს და ცოტა ხნით აი აქ დაახლა ასე ვთქვათ აღმოჩნდეს ხშირად იყენებენ ხოლმე ეს იქნება არომატული სანთლები თუ სხვადასხვა საშუალებები. უფრო მეტი აქცენტი არის მონოსუნებზე, მოდი ესე ვთქვათ, რა ერთეულ სუნებზე, ვთქვათ, ფორთოხლის სუნი მაგალითად პირობითად, ხო, რომელიც მე ძალიან მიყვარს და განსაკუთრებულად პატივს ვცემ თან ტკბილი ფორთოხლის სუნს. ჩემთვის ეს არის რაღაც აი ბედნიერების, კარგად ყოფნის სუნი და ხშირად ასიეს, მარტო ჩემთვის არ არის ადამიანების დიდი ჯგუფისათვის და ამას წინათ ვკითხულობდი ზუსტად, რომ აი ფსიქოლოგიურ ტრენინგებს რო გეგმავთ, ეს ფორთოხლის სუნი ძალიან უხდებაო, იმიტომ რომ აი ამ კონცენტრირებას ერთად ყოფნას ერთიანობის განცდას აჩენს, ხო? ბედნიერი ხარ და ყველა ესეთ სცენარე იქნება ეს თუ პროდუქტი იქნება, ხილი იქნება, რა ვიცი, ბევრ რაღაცის სუნის გამოყენება შეიძლება და ეთერზეთის თავისი დანიშნულება აქვს. მაინც ასე ვანსხვავებთ ხოლმე. რაღაცა დამამშვიდებელია, რაღაცა გამააქტიურებელია, რაღაცა მადის დამაქვეითებელია. შეიძლება რამდენიმე მაგალითი მაინც მოვიყვანოთ, თქვათ აი რომელია. მაგალითად თქვათ იგივე ლიმონი, იგივე ციტრუსები არის უფრო აქტიური სუნები, ხო? ახლა გრეიპფრუტის სუნი არის წამოყრილი ვაკეთე, რა ვიცი, რაღაცას ვეცი, შევცვალე. რაც მაგალითად ლავანდას ბევრად დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. იგივე დარიჩინი წეღან ვახსენეთ, თუნდაც ყავაზე რო იხმაროთ, ხო, მადას ძალიან ყველაფერს უხდებათ. გუნავს და რაღაცა სიმყუდროვის და სითბოს განცდა მოაქვს. აი ხის ნოტებიც ესეთია სუნამოებში, ხშირად იყენებენ აი ამ ძირ ნოტებად, ასე ვთქვათ, ბაზად, რომელიც ყველაზე დიდ ხანს რჩება და ხის ნოტებსაც აქვს ესეთი თითქოს ოჯახური და თითქოს აი სიმყარის და სითბოს განცდა. რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია, მაგრამ ეს არის ზოგადი მახასიათებლები, რაც ადამიანების დიდ რიცხვში მაინც ამართლებს და ასე ვიყენებთ ხოლმე. მე მაინც მომხრე ვარ კომბინაციების და სუნამოების. არომათერაპია საინტერესოა, მაგრამ თლად ჩემი არ არის. მოდი ესე ვთქვათ, ეს უფრო ჩემია. სუნამოები უფრო ჩემია, იმიტომ რომ მგონია რომ შესაძლებელია ერთდროულად ადამიანს ასეთი ეფექტი არაფერს არ აქვს, რომ უცბად შეგეძლია ადამიანს შეუცვალო განწყობა. ვერაფერი ამას ვერ აკეთებს ასეთი ძალით მე თუ მკითხავთ. იმიტომ რომ აი აბსოლუტურად ჩვეულებრივ სიტუაციაში, როცა რეალობას ვერ ცვლი და გარემოს ვერ ცვლი, კარგ სუნამოს შეუძლია განწყობა შეგიცვალოს, საკუთარი თავის მიმართაც, გარემოს მიმართაც. მუსიკას დავუყენებდი, აი მუსიკა ძალიან გავს, კი, ძალიან გავს მუსიკა ამ თვალსაზრისით. ისიერად შეუძლია რომ უცბად სხვა სამყაროში, აი ისაზღვრებია ამ სამყარო და შეგიძლია იცხოვრო თლიანად შენი. ხო, და რაღაც რო ამბობენ ხოლმე დროში მოგზაურობა, იმართლა იძლევა. ეხლა რა
თქმა უნდა ესეც ინდივიდუალურია, ვიღაცისთვის შეიძლება მხატვრობა იყოს ეს ინსტრუმენტი და გზა, მაგრამ გონია რომ აი ამ ეფექტს ხო თქვენთვის ეგ არის და ესე რა, ყველა ჩვენს პოულობთ, აქ უნივერსალური რეცეპტი არ არის მართლა. ხო, მესმის. ისე საინტერესოა, ხა მე ისე არ მიყვარს ხოლმე ეს რაღაცნაირად ერთ თარგზე მოჭრა ყველა ადამიანის, იმიტომ რომ ყველგან და ყველა ფსიქოტიპშიც და ყველა ასე ვთქვათ ნიშანში თუ ასტროლოგიას ეხება თუ ასე შემდეგ სხვადასხვა მოკლედ მიდგომებით ყველგან არსებობს გამონაკლისიც, ყველგან არსებობს რაღაცა ისეთი არა სტანდარტული შემთხვევა, მოკლედ ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს, ხო ამაზე. რა სტანდარტულია, უფრო ნიშნავსო წესია. ხო და აი ვისურვებთ რომ ხო არ აი რეკლამის შემდეგ შეგვიძლია ესეც გავშალოთ, ვთქვათ რომ რამდენად კავშირში არის რაღაცა ვთქვათ ფსიქოტიპებთან არ ვიცი ესა თუ ის სურნელი და ცოტა რთული ალბათ ასე სუბიექტურია ხო ტიპებს ვერ მე მაინც უფრო ვიტყოდი რომ შეიძლება ასაკებს მივაბად, სქეს მივაბად, აი საინტერესოა ესეც. აი კლიმატური და კულტურული მახასიათებლებით საინტერესო კონტექსტი იქნება, კი ბატონო და აი რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით და კიდევ უფრო მეტს გავიგებთ და გავიაზრებთ და დავაკვირდებით და შევიგრძნობთ და ასე შემდეგ. ქალების რადიოს უსმენთ დროებით. მზად ხარ შეხვდე საკუთარ თავს? ესაუბრემ ეს. ეკატერინე ამირეჯიბთან ერთად. რეკლამა ქალების რადიოზე. ურბანიკის ახალი ბიზნეს ცენტრი, ინოფისი იოსებიძეზე. გთავაზობთ საოფისე ფართებს 50-დან 6000 კვადრატულ მეტრამდე და 190 ავტომობილზე გათვლილ საპარკინგ სივრცეს. ინოფისი იოსებიძეზე. ყუდრო სამუშაო გარემო შენი ბიზნესისათვის. მისამართი: იოსებიძის 71. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 291 88 88. თუ ნამდვილი იტალიური სამზარეულოს და ევროპული ღვინოების მოყვარული ხართ, მაშინ გელოდებათ თბილისის ცენტრში, ვერის ბაღთან, ახლად გახსნილი რესტორანი Fabio. სასიამოვნო გარემო, ღია ტერასა. უგემრიელესი იტალიური სამზარეულო და მსოფლიოს გამორჩეული ექსკლუზიური ღვინოები. Perfetto. მისამართი: მერაბ კოსტავას 43. გელოდებათ. Vi aspetta, Fabio. რეკლამა ქალების რადიოზე 2 31 88 88. მზად ხარ შეხვდე საკუთარ თავს? ესაუბრემ ეს. ეკატერინე ამირეჯიბთან ერთად. ასეთი კითხვა დაისვა სტუდიაში, როგორი შეიძლება იყოს ცხელი ქვიშის სურნელი. ან სეტყვას რა სუნი აქვს მაგალითად, წვიმას და ასე შემდეგ. რაღაცა ბაზარი უკვე ასეთ სიმაღლეებზეც ავიდა ხო? ხელოვნურადაც ქმნიან ესეთი ხო, სინთეზური სუნები ქვია, რომელსაც სინთეზურად იყენებენ ამ ბოლო დროს სუნამოებში. ხა ბრენდს ვერ დავასახელებთ სამწუხაროდ, თორე აქვს იმას ესეთი ძალიან საინტერესო სუნები მიგნებული და ირინა, რეკლამამდე შემოგთავაზა ესეთ საინტერესო რაკურსით ამ თემის გაშლა, რომ აი ვთქვათ სხვადასხვა გეოგრაფიული ჩარჩოს ასე ვთქვათ კონტექსტში, ან კულტურული მახასიათებლების კონტექსტში, აი სხვადასხვა ვთქვათ ერები უფრო რისკენ შეიძლება იყვნენ მიდრეკილი ან სუნების არჩევისას. ჯერ კიდევ 10 წლის, არა მეტი 15 წლის წინ ალბათ ჩვენ აზიურ სუნებს არ დავხმარობდით სუნამოებს. მართალია. ხო, არ ვეკარებოდით, რამდენიც გავსინჯედა რაღაცა, საერთოდ ვერ წარმოვიდგინე, რატომ და გამომეყენებინა და რა იყო მოსაწონი და დღეისათვის ძალიან აქტუალურია, ძალიან მოდურია, მოდი ასე ვთქვათ, ევროპაშიც შესულია, ამერიკაც ხმარობს, ჩვენც ხმარობთ და მესმის რომ გემოვნების თემაა, მაგრამ იყიდება, საკმაოდ ბევრი იყიდება და ანუ მათზე მოთხოვნა გაიზარდა. თა საინტერესო მანდ რა არის, იცი რა ხა პირველ ნაწილში ცოტა ფიზიოლოგიაზე ვლაპარაკობთ. რახან ჩვენი ეს რეპტილური ტვინის დონემდე გვაქვს დასული ეს სუნის აღქმა, ჩვენ ძალიან მარტივად ვაფასებთ სუნს, ან მოგწონს, ან არ მოგწონს. თუ სუნი აბსოლუტურად უცხოა და გაუგებარია, ტვინი მას აღიქვამს როგორც სახიფათოს. ამიტომ აი ესეთი გასulis მოთხოვნილება გვაქვს, რომ არ მინდა არ გამაკარო. და მაგ დროს რეკომენდაციაა ხოლმე, რომ მოდი ცოტა ხანს დააცადოთ.
მიჩვევა ცხური და ნაცნობობის განცდა გაუჩნდება, ასე მძაფრად აღარ აქვს უკუ რეაქცია და შევა პირიქით მოწონების თემა გაჩნდეს და როგორც ჩანს ასე ნელ-ნელა შემოგვეპარა ეს განსხვავებული ჩვენ ალბათ ეს რო კიდევ უფრო ვთქვათ განვაზოგადოთ სურნელიდან გამოვიდოთ და რაღაც უფრო ფართო მასშტაბით შევხედოთ ალბათ ყველაფერი ის რაც ნაკლებად ნაცნობია ადამიანისთვის როგორც წესი თავდაცვის რეაქცია რაც არ გვეცნობა სახიფათოა ჩვენი ტვინი ასე აღიქვამს და თურმე სურნელშიც ასე ყოფილა ხო რა თქმა უნდა ესეა ხო და რაც შეეხება ამ კულტურალურ ნაწილს რა თქმა უნდა ახლა ჩვენ სოფლიოსა დაპატარავდა და მეტი შეხება გვაქვს ერთმანეთთან და ერთმანეთის სუნებიც მივიღეთ მაგრამ მაინც დიდ როლს თამაშობს იგივე იმ აზიურ სუნებს ეს სუნელების არომატებს ჩვენ მაგალითად საერთოდ არ ვიყენებდით ჩვენს არომატებში და პარფიუმერიაში და ახლა საფრანგეთშიც მზადდება მშვენივრად და გადასარევად არგებენ სპაისი რაღაცა კომპონენტები ხო ძალიან უცნაური ისენით შემოვიდა ხო თუნდაც იგივე შავი წიწა პირპილის სუნი და წიწაკის სუნი მე ადრე ვერ წარმომედგინა რას ნიშნავს და აღმოჩნდა რომ არის ძალიან მომხიბვლელი და ну რა ვიცი ასაკობრივი ხო ასაკობრივი კონტექსტი ახსენეთ მაინც როგორ განასხვავებენ იცი რომ აი ახალგაზრდა ასაკში ხა მეც ვეკითხები ხოლმე ბევრს თქვა სტუდენტებთან შეხება მაგ და ხშირად ვკითხულობ მაინც უფრო მოწონთ გრილი სუნები ხშირ შემთხვევაში ტკბილი სუნების სიყვარული იწყება სადღაც 40 წლიდან ჩემი დაკვირვებით ცოტა უფრო ზევით კიდე იწყება კონკრეტულად ვარდის დაფასება რომელიც მანამდე ატანა რა აქვს ხოლმე ხშირად და აი მერე მოწონთ მაინც ასეა მაგრამ არის მაინც უნივერსალური სუნები რომელიც ვიტყოდი რომ ნებისმიერ აი ამ თაობას აკმაყოფილებს მეტნაკლებად და ეხლა ძალიან მოდაშია ვანილის სუნი ძალიან მოდური გახდა ვანილის სუნის სუნამოები ყავის სუნი იგივე დატვირთვა აქვს ყავის სუნი მათაც კი უყვართ ვისაც ყავა არ უყვარს თვითონ და ძალიან პოპულარულია და ყველგან ვიყენებ და არ გონია რომ მან დასაკობრივი რამე შეზღუდვა ყავის მართვალი ესე გამანეიტრალებულადაც ხშირად გამოიყენება ეგ მითია როგორც ჩანს და ამაზე ხშირად საუბრობენ მით უმეტეს აი მკვლევებმა დაადასტურა ეგ რომ ყავის დასუნვის მაგივრად ჯობია წყალი დალიო ბევრად ადულად რეცხავს ამ რეცეპტორებს ასე ვთქვათ უფრო ადულად აღიქვამს შემდეგ სუნს ასარჩევად და თქვენი სურნელის პოვნა თუ გსურთ ყავის მარცვლების იმედზე მთლად ნუ იქნებით. ხო, თან იცი რაც ხუმა დაღლა იცის მართლა ამ სუნებისგან. ახლა ყველასაა გამოცდილი მაღაზიაში თუ არჩევ ერთი 5-6 სუნამოს შემდეგ პრაქტიკულად წარმოუდგენელია. მე მქონდა ეგეთი გამოცდილება ცოტა ხნის წინ, რამაც პრინციპში ინსპირაცია გამოიწვია მე ამ ლექციის გაკეთების მოხდი გრასში, საფრანგეთში, პარფიუმერის დედაქალაქში. და იქ დავესწარით პარფიუმერის შექმნის ვორქშოპს, სადაც ჩემი სურამომა გაკეთებული. ხა დიდად ვერ დავიტრაბახებ, რომ კაი გამოვიდა დიდი ვერაფერი, მაგრამ საინტერესო ექსპერიმენტი იყო. ასაც ქვია და იყო საოცარი შეგრძნებები და იქ იმდენი ეთერზეთი დავსუნე, ახლოს აი ესე ცოცხლად. 2 დღე ვერ გავიკარე ვერანაირი სუნამ. ატან არ შემეძლო, მე მგონი მოვიწამლე, არ ვიცი. ალბათ მაგას ხო, ჩვეულებრივ მიჩვევა უნდა, ალბათ ამდენ სუნთან ურთიერთობას და მე ვიცინოდი რომ ამ ვორქშოპის ცეთი ქვია მაგას ორანჟერია, სადაც სხვა მცენარეები მოყავდათ, რომ ცოცხლად გენახა ეს მცენარეები როგორია და ნუ სუნი რომ ვეღარ გავიგეთ, პაჩული დავსრისე მე ხელით ფოთოლი. ეს იგი 2 დღე მე იმ ფოთლის სუნი მქონდა, აღარც იბანებოდა, აღარ ჩამოდიოდა. აღმოჩნდა რომ ძალიან მძაფრია თავის-თავს ეს ეთერზეთები, ხა ჩვენ სუნამოებში ძალიან მინიმალურად არის გამოყენებით და იქაც უნდა არჩიო რა თქმა უნდა რა ქსენს არის ხოლმე პერიოდებია, ეპოქებია, როდესაც მოდური ხდება რაღაცა გარკვეული სუნები, ხო? აი ძველი პერიოდის, შანელის პერიოდი, თქვათ, იმ ძველმოდურ სუნებს ადვილი შესამჩნევია ეს ვინტაჟური სუნი, ხო? რაღაცა ცოტა მძიმეა, ცოტა რაღაცნაირი აი გადამეტებულად ტკბილი თითქოს, აი აღწერაც ცოტა ჭირს და ეგრევე მიხვდები, რომ ეს არის ვინტაჟური სუნი და სხვა, მაგრამ იმ ეპოქაში ეს კარგი იყო. დღეისათვის, როდესაც იმ ძველ სუნამოებს ამზადებენ, ის სუნი აღარ აქვს, იმიტომ რომ ბევრი იმდენად ფართო არჩევანია, რომ 50 წლის წინ ქალებს რა ვიცი, ალბათ. აჰა, ის ლასუსუნოთ და ერთხელ მაინც რაღაცა შევიგრძნოთ. ხო. თანამედროვე ადამიანისთვის, რომელიც ვთქვათ დღეს ესეთი პორტრეტი რო დავხატოთ თანამედროვე ადამიანის, არ მინდა ახლა რაღაც მაინც და მაინც ქალზიან მამაკაცი, აი რომელიც ეს არის სულ დასტრესილია, რაღაცა
ვერ გამოდის აი ამ რაღაცა ყოველდღიური რუტინიდან უჭირს დასვენების რეჟიმზე გადასვლა და ძალიან ბევრი გარემო და ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს, ხო? ანუ აი ამ შემთხვევაში თქვენი როგორც ვთქვათ ფსიქოლოგის და ამ შემთხვევაში აი არომატების ასეთი მოყვარულის ხედვა როგორია? აი უფრო დღევანდელ და თანამედროვე ადამიანს რო აი სიმშვიდე და რაღაცა ჰარმონია იპოვოს და უკავშირდეს თავის ცენტრს. კაი, თუ მაქვს 2 წუთი ოდნავ შორიდან შემოული, ხო? შემოვუაროთ საიდანაც გინდა თავარია მივიდეთ შინ მშვიდობით. მე ძალიან გატაცებული ვარ ასევე ფერების ფსიქოლოგიით და იმას ბევრად უფრო დიდი ხანია ვიკვლევ და ბევრი ინფორმაცია მაქვს და ფერის აღქმაც, მუსიკის აღქმაც ერთი და იგივე, ხან არომატებზეც მივალ. რეზონირებს იმ მდგომარეობასთან, რაც შიგნით მაქვს. მაგალითად, კონკრეტულად თქვა, წითელი ფერი არის აქტივობის ფერი, ფიზიკური აქტივობის ფერი. გადაღლილ ადამიანს წითელი არ სიამოვნებს, თქვა პირობითად, ხო? აქტიურია, ძალიან წამყვანია, ხო, მაგალითად და თქვა, ლურჯი შეიძლება უფრო სიამოვნოს, რომ სიმშვიდის ფერია და უფრო ემოციების ფერია, ხო, ან ისეთი. ასეა მაგალითად მუსიკაც, რა განწყობაც მაქვს შიგნით, რა მდგომარეობაც, ის მუსიკა თუ იმ ჩემს ვიბრაციებს დააჯდა, იმას უსმენ, შეიძლება დაუსრულებლად ერთი და იგივეს, ხა ყველას გვაქვს განცდილი, ამოვიჩემებთ რაღაცას და მთელი დღე შეგიძლია ერთ და იგივე მელოდიას უსმინო, ხა ბოლოსაც დავემართა რომელიღაცაზე. რატო? იმიტომ რომ შენს მდგომარეობას ძალიან ახლოს არის. გრძნობ იმას, რაც ოდესღაც სადღაც კომპოზიტორმა იგრძნო ალბათ და შეიძლება ტექსტი რეზონირებდეს, შეიძლება ხო ჟღერადობა. მუსიკა ალბათ მაინც უფრო მუსიკა და იგივე საკეთებს არომატი. რისი მოთხოვნილებაც მაქვს, რისი დეფიციტიც მაქვს, ის უნდა შემივსოს. იმ მდგომარეობამდე უნდა მიმიყვანოს, რომ თავი ჰარმონიაში ვიგრძნო. დღევანდელი კლასიკური ასეთი ჩვეულებრივი საქმიანი ადამიანის, მოქმედი და აქტიური ადამიანის სუნი მე მაინც ვიტყოდი, რომ არის უნისექსი. აქ არ არის კარგად გამოკვეთილი ერთი ქალურია თუ მამაკაცური ძნელი დასადგენია, არის უფრო ნეიტრალური, არ ყვირის, ძალიან არ ხმაურობს, არის კანთან ახლოს, ხშირად რასაც იყენებენ ხოლმე და არის უფრო აი როგორ გითხრათ, კანთან ახლოს და შენთვის დატოვებული სუნი, სადაც აი შენს გარემოცვაში რომ კარგად ხარ. ისედაც ინტიმური, უფრო ინტიმურია. სივრცე რაც ადრე არ იყო, ადრე უფრო იყო ეს მყირალა, სუნამოები, მოდური, აი ეს ვერ დაждდებოდი ვიღაცასთან ერთად ერთ ოთახში, იმიტომ რომ ნუ მეც ყავს ეგეთი ახლობლები, ვერ გაიგე. ყვიროდა ეს სურნელი. ყვიროდა კი რა, მთელ შენობას ესმოდა, რომ ის იყო შემოსული. ესეთი აქცენტი და უფრო აი მართლა ძალიან თლიანობაში უნდა იყოს ალბათ შერწყმული შენთან. ხო და საბოლოოდ სუბიექტურიც რატო არის რომ მე რაც მაკლია თუ იმ ის რაღაცა ძალიან მოქმედი დღე ან პირიქით ის ყვავილების მოთხოვნილება გაჩნდეს, მაგრამ ხშირად არის ხო გეუბნებით ესეთი ჩემი დაკვირვებით ბოლოს რაც უყურებ, უფრო ეს უნისექსი დამჯდარი სუნები, კანთან ახლოს, არაშემაწუხებელი, მაგრამ ინდივიდუალური ადამიანი რომ მოდიხარ, შენ სულს უნდა ატარებდე. და ასე არ უნდა იყოს სხვისთვის შემაწუხებელი, შენი ხასიათის გაგრძელება უნდა იყოს და ბედნიერება თუ ამ სულს პოულობთ. საერთოდ ხო. და აი რო ამბობენ ხოლმე, წაღანაც ვახსენეთ მე მგონი და ეს ფორმულა მართლა მუშაობს, ოდესაც შენ ვერ გრძნობ, ანუ იმდენად აი ამ სურნელს ამბობენ რომ ნუ ესე კი შენი სურნელიაო და მითია. ჩვენ შეიძლება რაღაცას ვერ გრძნობდეთ, რა თქმა უნდა, მარტო იმიტომ რომ იმ კონკრეტული სუნის მიმართ უბრალოდ არა ვართ მიმღები და მართლა სიყრუეა თუ არ ვიცი ამას რა სიტყვა ქვია, ქართულად არც ვიცი. ამ ტერმინზე როგორ არიან შეთანხმებული და რას ეძახიან. მე თუ ვერ ვგრძნობ და მე თუ ისეთ სუნამოს ხმარობ, რომ თქვენ გესიამოვნოთ, მაგალითად, აზრი რაღა აქვს. სუნამოს ხო ჩემთვის ვიყოლებ. სადარი თვითზრუნვის კომპონენტი აქვს მაშინ, ხო? პირველ რიგში სუნამო იქნება, მუსიკა იქნება, ფერი იქნება, ტანსმელი იქნება, მე უნდა მესიამოვნოს, მე უნდა შემიქმნას კომფორტი. თუ ამას ჩემთვის არ იძლევ, არანაირი აზრი არ აქვს, იმიტომ ყველას მოსწონი მაინც ვერ გახდები, ვიღაცა მაინც დაგიწუნებს და ამიტომ ბარემ შენი სიამოვნეთ ჩემთვის იყოს. სასარგებლო სასიამოვნოს შეუთავსოთ. სხვა სანამ დაგემშვიდობებით სურნელის კონტექსტიდანაც რომ გამოვიდეთ ვისარგებლებ ხა თქვენი კომპეტენციებით და გამოცდილებით. რა შეგვიძლია რომ დაუტოვოთ ჩვენს მსმენელს და აუდიტორიას, აი დღევანდელ თანამედროვე ადამიანებს, გათვალისწინებით იმ გამოწვევების, იმ რაღაცა წესრიგის, რასაც გვთავაზობს, ხო? სამუშაო ბაზარი იქნება ეს თუ რაღაცა ურთიერთობები ოჯახში, ოჯახს გარეთ, პროფესიაში, კოლეგებთან, ანუ ყველგან რაღაცა როლის თამაში, ასე ვთქვათ, ნუ ჭყალებში, მაინც გვიწევს, ხო? აი რა იქნება ხა თქვენი პირადი გამოცდილებაც შეგვიძლია სადღაც ჩავაქსოვოთ და ასევე თქვენი როგორც
პროფესიონალის, როგორც ერთი კარგი ფსიქოლოგი ამბობდა, მორენო ადამიანი ძალიან ბევრ როლს ასრულებს სოციუმში გადის და რაც უფრო მეტია ეს როლი, მით უფრო სავსეა ადამიანი და მით უფრო კარგად გრძნობს თავს. თავარი ეს როლები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს და ჩვენი მთავარი მოთხოვნილება რა არის ადამიანი, რომ ჰარმონიაში ვიყო საკუთარ თავთან და იმ გარემოსთან, სადაც ვარ. მესმის რომ გარემოს ჩვენ ხშირად ვერ ვაკონტროლებთ, ახლა უამრავი სტრესის ქვეშ ვართ და ხან რა ხდება და ხან თანამედროვე ცხოვრება ასეთია, ახლა ჩვენ პირად ქვეყანაზე რო აღარ იყოს ლაპარაკი. ამიტომ იმ პატარა სოციუმში მაინც სადაც ჩვენ ვართ, ვცდილობთ რა თქმა უნდა ადამიანები რომ მაქსიმალურად მივიღოთ ეს ჰარმონია. თუ არომატები რაღაცა როლს მაინც ასრულებს თქვენთვის და პატარა წილი თუ მაინც შეუძლია რომ სიამოვნების, კმაყოფილების და კომფორტის მოგიტანოთ, რატომაც არა. ეს არ არის აუცილებლად სუნამოზე, ნამდვილად არა მაქვს ლაპარაკი. შეიძლება მართლა საკვების არომატებისგან იყოს ეს ყველაფერი გამოწვეული, საყვარელი ადამიანის სუნზე იყოს ლაპარაკი და ბევრი რაღაც, ან უბრალოდ ქუჩაში დარგული, ჩემთან მაგალითად აკაცია. ეგარი, რა ვიცი, თბილისის სუნია ჩემთვის პირდაპირ მიბმული და ასე შემდეგ. ამიტომ ეძებეთ თქვენი სუნი, არ მოერიდოთ ექსპერიმენტებს, რაც შეიძლება ბევრი ნახეთ, რომ ის თქვენი დაიჭირო და თქვენი სიამოვნება გქონდეთ. მე არ ვარ სხვა შორის სამყარო ძალიან დიდ არჩევანს გვთავაზობს და ცოდოვართ უბრალოდ ერთ რაღაცას მივებათ მხოლოდ რატომაც არა იყოს მრავალფეროვანი. კი ბატონო და ეს თქვენი ფანტაზიისთვის მოგვინდვია. აი ეს მრავალფეროვნება და განახლების რეჟიმი სურნელის გარდა შეგიძლიათ რომ ყველა სხვადასხვა ასე ვთქვათ ასპარეზზე თქვენი ცხოვრების რა თქმა უნდა გადაიტანოთ, გაიაზროთ, გადაიაზროთ, წები გადააფასოთ და ამ განახლების პროცესის მოკლედ არ შეგეშინდეთ მეც დღეს ამ ტალღაზე ვარ და კარგად შეჯამდა მოკლედ ჩვენი ეს საუბარი. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. გარეთ მე მგონი მშვენიერი ისეთ სასიამოვნო საღამოა გაზაფხულის. კი ბატონო, თბილისის სუნი ახსენეთ და ხო აი ამ თბილისის სუნის შეგრძნებას გისურვებთ. ცოტა ხანი შეგიძლიათ საღამოს, რა ვიცი, გისურვებთ და ჩემ თავსაც უსურვებ, რომ ცოტა დრო გამოვყოთ იმისთვის, რომ თუნდაც ფეხით გავისეირნოთ და ეს ამ სუნებს დავაკვირდეთ მოკლედ და შევიგრძნოთ. ირინა ტაბუციძე გვიზიარებდა ძალიან ისეთ საინტერესო დაკვირვებებს, როგორც ფსიქოლოგი, როგორც ქალი, როგორც ადამიანი. ქალების რადიოს სტუდიაში. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც გვისმინეთ და გვიყურეთ. ჩვენ ერთ კვირაში შევხვდებით ერთმანეთს, თუმცა ჩვენი ტალღა არ მოგვაკლებს საინტერესო ამბებს, საინტერესო სტუმრებს, რა თქმა უნდა, მომდევნო დღეებშიც. ბედნიერ და მშვიდობიან არომატულ საღამოს გისურვებთ. ნახვამდის. ნახვამდის. გაიგე მეტი შენთვის და